24 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ყველა ქართველი წმინდანის ხსენებას აღნიშნავს. ეს დღე ქართველთა დიდი ნაწილის ანგელოზის დღეა. მამავაჟა სონღულაშვილის შეფასებით საამაყო არის, რომ საქართველოს 100,000-ობით მოწამე და წმინდანი ყავს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოველთა წმინდანთა, მოწამეთა, ღირსთა, მამათა, დედათა ხსენებას. ყველას გილოცავთ, აქ იგულისხმება ყველა წმინდა, მოწამე, ღირსთა, მამათა, დედათა ხსენება და ეს ნიშნავს, რომ ფაქტურად ყველა სახელი შეიძლება იყოს აქ და ესე ვთქვათ, ჩვენი ფარველი წმინდანის ანგელოზის დღე არის და ძალიან ბევრი უნდა ვიფიქროთ თუ როგორ იცხოვრეს მათ და ძალიან ბევრი უნდა ვიფიქროთ დღეს ჩვენს ქრისტიანობაზე და ესე ამბობენ წმინდა მამები, რომ ბოლო ჟამს ადამიანი, როდესაც სრულად დაითმენს იმ განსასწრებს და სიყვარულს შეინარჩუნოს და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, მსახურებაზე იქნება ჭეშმარიტ სარწმუნოების მოწამეობრივ გვირგვინს დაიდგავს და აი დღევანდელ დღეს უნდა ვებედროთ ყოველთა წმინდანთა ხსენების დღეს უნდა ვებედროთ ყველა წმინდანს, რომ მეუღიყოს უფლის წინაშე თითოეული ჩვენგანისთვის და ჩვენ შევძლოთ, რომ ურყევად მტკიცეთ ვიდგეთ სარწმუნოებას. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს.